ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარხნო და კულინარიის მოყვარულო ადამიანები. ბატონი დავითი არ მახლავს თან. სამაგეთ იმისი ძმა, ჩემი შვილი არის, მოზვერივით კია. ირაკლი ქვია, რავი, მინდა რომ ამასაც იცნობდეთ. ბატონი დავითი გაგვიცივდა რა. თან სკოლა დაეწყო რაღაცა და ვერ წამოვიდა. ეგრე არის? აბარა. მოკლედ, თოვლი დაიწყო. დაგვიდგა თოვლი და ძალიან ისეთი საჭოჭმანო რაღაცის გაკეთება გვინდა. ყველა ვარიანტი ეგეთი რამე მე არ მიჭამია. დარწმუნებული ვარ, ვინც ამას უყურებთ, ხო? 99% შეიძლება ნაჭამი არ აქონდეს. ეგ იმიტომ კი არა, რომ აი პერო გაყრილი ტიპები რო არიან და თქვენ ამას ვერ იშუნდავთ. როგორ ვერ იშუნთ, მაგრამ თავის წესია. აუ ჩვენ ძაღს ფეხი მოყვა იმაში. რაღაც ამალი ამოუტანთ. ტყეში ვიღაც ვირიშვილები ხაფანგებს აგებენ, მაგას ნუ გააკეთებთ რა, ხაფანგი თევზა ისა, ნადირობა არ იაგრძავთ. აი მაშინ დაარტყა რა და გადახეთქილია ხო, გადახეთქილია. მოდი მივიდეთ ახლა და ირაკლი შედი. მოდი. აი ესე და მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რისი გაკეთება გვინდა. გახურდა უკვე? და ფაგაცხელდა. ძალიან კარგი. მოკლედ. აი ეს არ მიყიდია რა, ხორცი არის, ახლა მოიტანე. ხორცის ნაჭერი, აი ნუ კავერს დავადებ, რომ ნახო დაახლოებით რამდენია. ალბათ იქნება აზარი აწერია კიდევაც. მოკლედ ფასი აწერია 177 ლარი და 99 თეთრი. აი ამ ხელა ნაჭერს რა. არა, 99. ეს საჭოჭმანო გზებით მოვიპოვე. არხი არის ეგეთი ქვია, საეჭო და საეჭოსთან კულინარიული იმაში, ორთა ბრძოლაში მოვიგე. მე ამას დამსახურებული. აი 100 წელი რო გასულიყო არ ვიყიდიდი რა. ნუ რა ვიღაცას ეხლა შეიძლება იმდენი ფული აქვს ხომ, მაგრამ ახლა ამაში 177 ლარის მიცემა. იმცემი მე არა. ან ეხლა რომ დახედავ თლაც საამოყოფერზეც ვერაა. ხო, ქვია დაძველებული ხორცი. აი ესეთი რაღაცა, შეხედეთ. რაღაცა საჭოჭმანო სუნიც.